2024 წლის 22 იანვარს ქართული ოცნების ახალმა წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე ასეთი განცხადება გააკეთა. მან ევროპარლამენტარებს მოუწოდა მეტი ინფორმირებულობისკენ. ჩახედონ ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა და ნახონ სად არის საქართველოს თითოეული მიმართულებით, რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას. ევროკავშირის შეფასების სკალა შემდეგ კრიტერიუმებს მოიცავს. ძალიან კარგი პროგრესი, გარკვეული პროგრესი, შეზღუდული პროგრესი, პროგრესის არარსებობა და უკუსვლა. საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის თანახმად კარგი პროგრესი არც ერთ თავში არ დაფიქსირებულა, შესაბამისად არც ძალიან კარგი პროგრესი. შეფასებები, რომელსაც ევროკომისია საქართველოს მიმართებით იყენებს, არის მხოლოდ შეზღუდული პროგრესი და გარკვეული პროგრესი. გაფართოების ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულ კომუნიკაციაში კი პირდაპირ ხაზგასმულია, რომ სანამ საქართველო არ შემოატრიალებს ამჟამინდელი მოქმედებების კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროინტეგრაციის პროცესს და არ აჩვენებს რეალურ ძალისხმევას საკვანძო რეფორმების განხორციელებისა და არსებული წუხილების აღმოფხვის მიმართულებით, კომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე რეკომენდაციის გაცემას ვერ შეძლებს. ევროკომისიის კომუნიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მცხრანაბიჯის შესრულების პროცესში მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესი განიცადა. მეტიც, დოკუმენტის თანახმად საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა უპირველესად უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამ, ასევე ოფიციალური პირების მხრიდან ანტიევროპული რიტორიკის გაძლიერებამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც გაწევრიანების პროცესი de facto შეაჩერა. აღნიშნულის გათვალისწინებით ევროკომისიამ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაცია არ გაუწია. ეს არის ის, რაც მართლა წერია ევროკომისიის ანგარიშში და მასთან ერთად გამოქვეყნებულ კომუნიკაციაში. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ ჩვენი სტატიიდან გაიგოთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.